53 წლის მარტში დიდმა ბელადმა იოსებ სტალინმა სამარეში წაიღო მითების ადამიანებისა და მათი უკვდავების შესახებ. იმპერიის სათავეში ხრუშოვი მოვიდა. საბჭოთა სისტემის სამარგალიტმა, რომელსაც უმაღლეს წრეებში სერიოზულად არც აღიქვამდნენ, ბერია და მალენკოვიც კი გააცურა და იმპერიის პირველი პირი გახდა. ხრუშოვს სერიოზულისა და არასერიოზულის თავისებული გაგება აღმოაჩნდა. ჯერ კიდევ სტალინის დასაფლავებაზე, როცა ერთ სამგლოვიარო მელოდიას მეორე ცვლიდა, უეცრად ფარდა გადაიწია და ვიღაცის მელოდი თავი გამოჩნდა. ბაბისელიერი ბადა გაამხნება თავმა ორკესტრანტები. ქვეყანაში რბილად რომ თქვათ, მართლაც ხალისიანი დრო დადგა და სტალინის შემდეგ სხვა თუ არაფერი ღამე მშვიდად წილი მაინც შეიძლებოდა. ხრუშოვის ბრძანებით გაანთავისუფლეს ათასობით პოლიტპატიმარი. რკინის ფარდა, რომელიც ქვეყანას დანარჩენი სამყაროსაგან ყოფდა, ნელ-ნელა ასწიეს. საბჭოთა კავშირის სათავეში ხრუშოვის მოსვლას ისტორიკოსები ოძიფეს, ანუ დათბობას უწოდებენ. მისმა რეჟიმმა ნამდვილად შეარბილა ადამიანებზე ტოტალური კონტროლი, მაგრამ მხოლოდ დროებით. ხრუშოვს მოსვენებას რაძლევდა გარდაცვლილი სტალინის ლანდი. მოსკოვში კი კომპარტიის მეოცე ყრილობაზე ქარიშხალი დატრიალდა. ხრუშოვმა პიროვნების კულტის დასასრული გამოაცხადა. ამ ფაქტმა საბჭოთა რესპუბლიკებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მთავარი ხადი, რომელზეც საბჭოთა ათეისტები 30 წელი ლოცულობდნენ, საკურთხევლიდან ჩამოხსნეს. მასები შოკში ჩავარდა. განსაკუთრებით ავადმყოფურად ბელადის შეურაცხყოფა საქართველოში განიცადეს. სტალინის იდეალებზე ახსნილი მჟავანაძე ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა. ბელადის დასაცავი გამოსვლები თბილისში 1956 წლის 4 მარტს დაიწყო. იმ ცივ დღეს სტალინის ძეგლის ქვეშ 25-მდე სტუდენტი შეიკრიბა. 9 წლისათვის მათი რაოდენობა უკვე 1000-ებს ითვლიდა. ეს ადამიანები ძირითადად ახალგაზრდობა ანტისტალინურ პროპაგანდას აპროტესტებდა. იმ დაძაბულ დღეებში მჟავანაძე საკუთარ კაბინეტში არ განმარტოვებულა. ბოლო წუთებამდე ცდილობდა თავიდან აეცილებინა ის, რასაც მისი გამოცდილებით შესაძლებელია სისხლის ხრა მოჰყოლოდა. 9 მარტამდე ერთი დღით ადრე, როცა ქალაქში სიტუაცია თითქმის უმართავი იყო, მჟავანაძესთან კაბინეტში შედის გაფიცულთა 10 კაციანი კომიტეტი. ხალხი მოლაპარაკებების დასრულებას ცენტრალური კომიტეტის შენობასთან ელოდა. ცეკას პირველი მდივნის კაბინეტიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა მომიტინგეებს დაშლა სთხოვეს, რადგან ჩათვალეს, რომ მიზანი მიღწეული იყო. მთავრობამ ყველა მოთხოვნის შესრულებას დაპირდა. სისხლის ხვრის თავიდან აცილება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხალხის დარბევისა და საბჭოთა საქართველოში წესრიგის დამყარების ბრძანება კრემლიდან გაიცა. მითითება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცებს უნდა შეესრულებინათ. 9 მარტს ოფიციალური მონაცემებით 82 ადამიანი დაიღუპა. მოკლულთა რაოდენობამ არაოფიციალურად 300 მიაღწია. თბილისი შიშმა და მდუმარებამ მოიცვა. ხალხმა ასევე ჩუმად და უთქმელად 56 წლის ტრაგედიაში ხრუშოვის მიერ დანიშნული საქართველოს პირველი პირი ვასილ მჟავანაძე დაადანაშაულა. მაგრამ ალბათ ერთმა ღმერთმა იცის, რას გრძნობდა თავად გენერალი, რომლის ჯარმაც მის საკუთარ უიარაღო ხალხს გადაუარა.